მოდით ერთად ვისწავლოთ, როგორ გავავლოთ წრეწირში სწორად ქორდა, რადიუსი, დიამეტრი, მკვეთი და მხები, ისე რომ არ აგვერიოს ერთმანეთში და ყოველთვის სწორი პასუხი მივიღოთ. რა არის ზოგადად წრეწირი? წრეწირი არის ასეთი რკალი და მას აქვს აუცილებლად შიგნით ერთი წერტილი, რომელსაც წრეწირის ცენტრი ეწოდება. იცით რატომ ეწოდება წრეწირის ცენტრი? რადგანაც აი ამ წრეწირის რკალიდან ნებისმიერი წერტილიდან რომ გადმოზომოთ მანძილი, აბსოლუტურად ყველა იქნება ერთმანეთის ტოლი. ამიტომ უწოდებენ ამ შუა წერტილს წრეწირის ცენტრს. ასეთი რამოდენიმე წრეწირი დავხაზე და მოდით ახლა მასში ვისწავლოთ, როგორ ჩავხაზოთ სწორად ქორდა. ქორდა ეწოდება ისეთ მონაკვეთს, რომელიც წრეწირის ნებისმიერ ორ წერტილს შორის არის გამავალი. ესეთი ქორდა შეიძლება რომ არ გადიოდეს წრეწირის ცენტრზე, ან შეიძლება რომ გადიოდეს წრეწირის ცენტრზე. ნახეთ, წრეწირის ერთი წერტილიდან მეორე წერტილამდე გავავლე მონაკვეთი და ამ მონაკვეთმა წრეწირის ცენტრზე გაიარა. ამასაც ეწოდება ქორდა. რადიუსი ეწოდება ისეთ მონაკვეთს, რომელიც წრეწირის ცენტრიდან წრეწირის ნებისმიერ წერტილთან არის შეერთებული. ხოლო დიამეტრი ეწოდება ისეთ ორ წერტილს შორის გავლებულ მონაკვეთს, რომელიც აუცილებლად წრეწირის ცენტრზე გავა. და თუ თქვენ დააკვირდებით, ნახეთ, ორჯერ აღებული რადიუსი, აქედან აქამდე ხომ რადიუსია, აქედან აქამდეც რადიუსია. ორჯერ აღებული რადიუსი დიამეტრის ტოლია და ასევე დიამეტრის ნაირი ნახაზი მაქვს ქორდაშიც. მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე დიდი ქორდა, რომელიც შემიძლია რომ გავავლო და ეს წრეწირის ცენტრზე გაივლის, ის იქნება დიამეტრის ტოლიც. რას ეწოდება მკვეთი? ისეთ წრფეს, რომელიც აი ამ ჩემ წრეწირის ნებისმიერ ორ წერტილს გადაკვეთს, ეწოდება უკვე მკვეთი. ეს მკვეთი შეიძლება არ გადიოდეს წრეწირის ცენტრზე, ან გადიოდეს წრეწირის ცენტრზე. ამიტომ ორივე არის მკვეთი. ხოლო მხები ეწოდება ისეთ წრფეს, რომელიც ამ წრეწირს არ გადაკვეთს, მხოლოდ და მხოლოდ ერთ წერტილში შეეხება მას. მას ეწოდება უკვე ხები.